კარგით, როგორც გითხარით, აი ესეთი დაშლა ხდება სკამის, ქვემოდან აქ შურუპები და რო ამოიგებ, ესეთი ბრტყელი ფაქტიურად არანაირი დასაჯდომი არ გააჩნია აღნიშნული სკამის ზედაპირს. აი აქ სტეპლერებით დაჭედებული, თუ ხედავთ, ძალიან ბევრია, ძალიან რთული სამუშაოა იმ ხრივ, რომ ამისათვის დაგჭირდებათ ატვირთკა და უნდა იპოვოთ თავისუფალი ღრიჩო, შეაგდოთ ეს და აი ესე წარმოიღოთ და გახსნათ. ყველაზე მუტალი და რთული სამუშაო ეს არის კუთხეები. ჩანს, რომ ამ კუთხეებში ბევრი მოუვიდათ, ან დიდი რაოდენობა აიღეს, არა ჩემსავით 10 სანტიმეტრი. არამედ აიღეს სადღაც ალბათ 20 სანტიმეტრი. იმიტომ რომ ეს სულ გადაჭრილი არის და აი ეს 20 სანტიმეტრზე დააწვინეს და დაიწყეს სტეპლერით დამუშავება. მე არ ვიტყოდი, რომ ამდენი სტეპლერია საჭირო. ეს არის ძალიან, არ ვიცი, ბლომად ქონდათ ალბათ სტეპლერი. დაახლოებით 5 სტეპლერი გეყოფათ, რომ სკამი არ გაიხევა, კარგად დაიჭერს. რაც შეეხება შიგნით, კაი ხნის მერე თქვენ ნახავთ, რომ ეს არის მისი შიდა ძალიან მტრიანია. ამიტომ გირჩევთ ყველას, რომ რაღაცა პერიოდის მერე გამოცვალოთ. და ეს არის ის ფიცარი, ორი ფიცარი, ჯერჯერობით. და ამ ფიცარზე იდება ის წინამორბედო ვიდეოში, რაც განახეთ. და შემდეგ უკვე იფარება ახალი ნაჭრით. აი ეს არის ის ძველი ნაჭერი, შეგიძლიათ ნახოთ რას გავს. არ დაინდოთ სკამი. უпростоოდ დაინდეთ სკამი, მაგრამ არ დაინდოთ საჯდომი, რომელიც ესე დღეშია. სერცხულია. ამ სკამში მე თავისუფლად გავყიდი 350 ლარში. ამ გაყიდოს ორ ვაპირებ, იმიტომ რომ არის უსაყვარლესი ხალხის გადმონაშთი და მე უნდა გავაგრძელო, ამიტომ